ეხა ალექს ამახსნის და გვეტყვის ყველაფერს. უნდა გადავაგდოთ მანქანა და ჯარში ჩავაგოროთ თუ არა. ხალხო მურთო რო იღებს კადრებსაც მიხვდებით და დანარჩენი არ იწყება, დაყენდება ის. ეხა რაც ჭირდა. ეხა უკვე იყუე. დილამ შვიდობისა ხალხო და გამარჯობათ მორიგი ვიდეო და სანამ დავიწყებდეთ ვიდეოს გადაღებას უნდა გითხრათ რომ უნდა ვესტუმროთ დღეს Shell House რადგან აპკატკაზე ვართ ჯერ შევცვალოთ ზეთი და შემდეგ დავიწყოთ მანქანის შეკეთების პროცესი წავიდეთ Shell House მომზადებენ ახლა მანქანას ზეთი შესაძლოა და აპკატკაც გავიარე ის ოდენობით რაც უნდა გამევლო ცოტა მეტიც. ეხლა ჩავასხავთ ზეთს, სანამ ზეთს ჩავასხავთ რა უნდა გითხრათ. ვინც მოხვალთ ხოლმე, აქ ამონათდება ჩემი მანქანის Instagram-ი, ვინც მოხვალთ ხოლმე და გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს და ისე შეიძენთ ზეთს, ვისაც გაგიკეთებენ ფასდაკლებას, ბოქსში რო გას მანქანა და გიცვლიან ზეთს, გადავუღეთ ფოტო და მომთაგეთ ჩემი მანქანის Instagram-ზე. და გაგსტორავთ მე. ესე იგი, დღეს არის 4 შაბათი დღე, შუა დღის 3:20 წუთი, მოკლედ. და რა ხდება დღეს? წინა ვიდეოში ნახავდით, რომ არ ეშველა ჩვენს გადაცემათა კოლოფს არანაირად. ხო და ამის გამო, ანუ გიოს არ ეცალა, რომ გადაცემათა კოლოფი ჩამოგვეღო ის რაღაცეები და უბრალოდ დაურეკე ბუბუს, რომ მეთქი აი ხო არ იცი რა შეიძლება იყოს ამ რო არ აკეთებს ადაპტაციას რა. ხო და თურმე ბუბუსაც ქონია მსგავსი შემთხვევა თავის მანქანაზე, თავის M3-ზე რომ ეს მესამე პოზიციაზე იჭედებოდა იქ პროგრამულად პროგრამაში და ერორს აგდებდა და იყო ცეპლენის ბრალი. მე ვიდეოებშიც მაქვს ნათქვამი რომ ცეპლენია არ უარკოდა ამ მანქანას. ხო და ცეპლენია გიგამიკის რა, ვისაც ძალიან დიდი მადლობა გიგას. კაროჩე პროექტს ყავს სპონსორები, ოღონდ ჩუმი. ესე იგი, მოვაკითხე ახლა მურთოს მე. მურთო გამოვარდება, ჩავისვო მანქანაში. ველოდები 1-10 წუთია გამოვარდება ჩავისვო მანქანაში და რადგან გიოს არ ეცალა, ბუბუსთან მივალ, ბუბუსთან ისაც წინაზე რაღაცები მქონდა გაკეთებული, ძალიან კარგად აკეთებენ, პაზმატორნები შევცვალე და პატკარობაჩნი შევცვალე მანდ. ხო და მივალთ ახლა ბუბუსთან და დავიწყებთ კარობკის ჩამოღებას და განახებთ ყველა პროცესს აბსოლუტურად. თუ იმეს რამე დაგჭირდებათ, რომ იცოდეთ, ნაწილები აქვს ძალიან ბევრი და ნუ თვითონ ვკითხავ რა ნაწილებია და მაგასაც რეკლამა არ არის. ხო იცით მე ესე არ დავდივარ და რეკლამებს არ ვაკეთებ. რეკლამა არ არის. უბრალოდ ვცდილობ, რომ მეც როგორც შემიძლია ხელი შევუწყო რა ყველას. მურთოც მოვიდა. კაი კაცი. 10 წუთი მალოდინა ამ არასწორმა. ეგა, დავიძარით თემქაზე რო ვიქნებით, თემქაზე არის პოლიციის შენობის უკანა მხარეს ბუბუ. დავიძარით ახლა და სამზე ვართ დაბარებული 15 წუთში უნდა მივიდეთ. ესე იგი, მოვედით ბუბუსთან სახელოსნოში. მეორე ბუბუ გამოდის. ვინც არ იცით, ეს ბიჭი სუპრას პროექტი აქვს ეხლა და შეგიძლიათ ნახოთ. ასე რომ ჯერ მანქანას აკეთებენ და მერე შევიყვანთ ჩვენს მანქანას დროებით აქეთ გავაჭრებ. ეს არის ბუბუს სახელოსნო, ვინც არ იცით. შეგიძლიათ მოხვიდეთ, ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად და აგერ წინ ნაწილებსაც ხედავთ. სხვა მანქანის დასრულებას
კოფეს მოუწრუპავთ მე და მურთო. განახებთ ზუსტად სად არის ეს სახელოსნო პოლიციის გადასწვრივ. თემქაზე რო ამხვალთ, პოლიციის შენობის გადმოსწვრივ არის ზუსტად შემოსახვევი და იმ მიხვდებით როგორც უნდა მოაგნოთ. თუ რამე დაგჭირდებათ ნაწილებიც აქვს, ყველაფერი საერთოდ და შეგიძლიათ მოაკითხოთ. ამინდი კაი დაგონთხო, მაგრამ როგორც ყოველთვის აქეთ სულ ქარია ხოლმე რა. ესაც ქარი არის სამწუხაროდ და ცოტა ცივა, ცოტა გრილა, მაგრამ არა უშავს. თავარია მანქანა გაკეთდეს და დღეს გახარებულები წავიდეთ სახლში. ეს არის ყველაზე მოდი დავადასტუროთ, ვკითხავ მაინც. ყველაზე ჩქარი მანქანაა საქართველოში. მე მგონი. მე ესე მახსოვს, ხო, რომ გაასწრო ყველას. მე მგონი. ბუბუ, ეს არის ყველაზე სწრაფი, ხო? ყველაზე სწრაფია. ბიჭო, არა, როგორი თემა იცი? იდეაში მე რა მოდელსაც ვაწყობ, მაგ მოდელის კლასში მაქვს ხოლმე პრეტენზიები თორე. F80-ში, ანუ ყველაზე სწრაფი უნდა იყოს, რასაც განა საქართველოს სოფლიოში რამოდენიმე ადგილი პირველი მაქვს, რამოდენიმე ადგილი მეორე რა. ანუ იდეაში სოფლიოში ანუ რეალურად დრაგი არ არის პრიორიტეტი. არის, ჩემთვის. ხო, დრაგი არ არის პრიორიტეტი. უკანა წამყვანია, უკანა წამყვანი კიდე 800, 1000 პლუსი ვერაზროს ვერ ეჭიდება იდეალურად და მაშინ ტრეკი წებო და ეგ ჩვენ კომფორტი არ აქვს. ხო, თან წებო რო არ გვაქვს ვერ მოეჭიდები ფიზიკურად ჩანსი არის. დან მაღალი 300-მდე რა და ეხა ტურბო შევცვალე, გავადიდე რა და 200-300 არის სოფლიო რეკორდი 5 რაღაცა და მაგის მოხსნა მინდა და ვსე მაგით თავთავრებ ამანქანის ისტორიას რა გავაჩინე. ანუ პირველზე რო იქნება მაგით მორჩება. ანუ რამოდენიმეზე ვართ და რამოდენი ანუ დრაგში ხო 100, 200, 200, 250, 200, 300. 100-200-ში, короче, მე და ინგლისელსა გავლილი ერთი და იგივე დროები გვაქვს. ზუსტად ანალოგი რა. აი, რას ლაპარაკობ. 374-ში გაიარა ინგლისელმა და 374. ეხა ხო უეჭველი მაგაზე სწრაფად უნდა იარო. ეხა მაგის მერე 209 დაუმატე საფურავი. აი მე რას ლაპარაკობ. просто ამიდები არის ყველაზე ხარ და ვერ შეჭიდებოდი ვერაფერი და ველოდები ძალიან მაგარია. +15 მაინც რო იყოს. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი პროექტია. ხალხო, ამ მანქანას კი ხედავთ ხოლმე რა. ძალიან ხშირად დრაგებზე, მაგრამ ესე შარშად დრაგზე ფინალი რო ვიარე მაკლარენთან 600 ცხენი. და ეხა არის 1300. რას ლაპარაკობ. ვერაფერი არ იყო შარშად რა იდეაში. ძალიან მაგარია. ძალიან ასწავლებს. ახლოდან ბევრად მაგარი როჟა არის. ბევრია საქართველოში, ну, ისაც რეალურად ისა აქვს რა. დინო შედეგი რო 1000 პლუსია საბურავზე, რა ჯერ არავის არ დაუდია, ანუ არიან ბიჭებს. სხვა ბენდი არ არის საერთოდ 1000 ცხენია. ბევრები არის, მაგრამ ანუ რეალურად არ იცი რა ჯანზე, იმიტომ რომ დინოზე 1000 ცხენი ანუ დინოზე რაც გაიზომა მაგას ამბობ, ხო? დინოზე რაც გაიზომა, მაგრამ ჩემთვის დინოა თავი და დინოდან შემდეგ ბანი. ეს შედეგი ხა წლების წინ ვიღაცას ეთქვა რომ 1000 ცხენი ვინმე საბურავზე ექნება და აი როგორი არარეალური რაღაცა არის ეს. ბევრი მანქანებია, რომელსაც 1000-იც აქვს და 1300. ხო, მაგრამ მაგრად ასწორებს რომ კონკურენცია არის უკვე. და ბიჭებმაც დაიწყეს რომ კონკურენცია ინდონესია უკვე ტრეკი აღარ ყოფნის, ანუ ვეღარ ჩერდები. ტრეკზე ვერ, მაგ ტრეკზე ვერ გაჩერდები შეუძლებელი. პეტიციაც იყო რა ხალხო, თუ ამის მერეთ კიდე რაღაცა იქნება და ვინმე მიაქცევს ყურადღებას, მაგრად გამიხარდება პეტიციაც იყო. მახსოვს რა, ხელმოწერები გროვდებოდა რომ ქუთაისში ტრეკი გაკეთებული იყო, მაგრამ როგორც მივხვდი არ მიექცა ყურადღება. თუ გაკეთდება კიდე, მე აი ყველანაირად გვერდში დავუდგები თუ რამე შემეძლება საერთოდ და აუცილებელია რა, თუ გინდა რომ სოფლიოს აჩვენო რაღაც შენი შედეგი, აქ გზაზე ვერ აჩვენებ. უნდა აჩვენო ტრეკზე, რომელიც არის წებოთი და ყველანაირად მომზადებული. ხო. ნუ ის CS-ი რო ვერ გაჩერდა M5 მაგაზია მარტო. ის რო უნდა წახვიდე, ისე თემა ბანზე, короче რა, არა ლამაზი რა. კი. არანაირად. მინუსდენი ხა უსავის ტრეკზე 300 პლუს ვერასდროს ვერ წახვალ. არა. იმენა საჭირო. ვერ წახვალ და თან ძალიან საშიშია რა, ანუ ისე ხო არა. 250 თვაფინიშე ხოლმე, ანუ
ხაზ და იქაც უკვე მიჭირს გაიჩერება და იქ რო სამი და საშიშია უკვე. ანუ შენ თავს საფრთხეში აგდებ ყველანაირად რა. მოკლედ რავი, იმედი მაქვს როდესმე მიექცევა ყურადღება. როდესმე არა, როცა ხედავ რომ 1000-ხენიანი მანქანები დადეს, საბუროზე 1000-ხენიანი უკვე უნდა გადაიდგას ის ნაბიჯი, რომ ტრეკი გააკეთოს ვიღაცამ სერიოზულად მომზადებული. იქ რომ უყურებთ ხოლმე ჩვენ ლეოს და ბიჭების ვიდეოებს, რომ რაღაცა ამ ხელას სლიქებით დადიან სპეციალურად წებოსთვის მომზადებული მანქანებით, ის მანქანა აქ ვერ ივლის. ის მანქანა აქ რო ტრეკზე დააყენო, ისე დროს დაწერს, რომ სასაცილო იქნება და ჯობია რომ ვიღაცამ ყურადღება მიაქციოს რა. ეს არის დრაგის რეიტინგი, ხალხო სადაც წერია სოფლიო შედეგები. 3 რა. მე 11 ადგილზე ვარ სოფლიოზე, 100-200-ში ვარ იმენა F80M3-ში რა. ზუსტად ერთი და იგივე დრო აქვს და პირველზე რა პრინციპითაა ეს ტიპი? ბიჭო, ჩემამდეა დანადები და მაგითო. და შენ თუ ვერ აჯობე ზუსტად 0.1 ვერ ვაჯობე, მაინც მეორეზე ვიჭიდები რა და იდეაში ამაში რო შედიხარ ამ ტიპს აქ გავლილი ეხა არ მაქვს რაგზე დაკავშირებული, თორე განახებდი. არა, ანუ გავლილი აქ თავდაღმართზე. ოდნავ მინუსია გავლილი. მე პლუსში მაქვს გავლილი რა, მაგრამ აი, რას ლაპარაკო. ანუ იდეაში მე მინდა 200-250 რო გადავიდე პირველზე და ვარ მეორეზე. 2.76-ში აქვს გავლილი და 2.85-ში მაქვს მე გავლილი რა. და 200-300 აქ პირველზე ვარ, მაგრამ просто F80 რო ჩაწერ, იქ გავლილი აქვს ტიპებს 5 რაღაცაში რა და ეგ მინდა რომ მოხდეს. 5 რაღაცაში? ხო. და ეს გაკ 8 გიწერია შენ? რატო? მაშინ პატარა თო. ის 600-იანზე გაკ დაწერილი ეგ თუ? 800-იანზე. ხო. 1.4 მილი ასნია აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მე 4-ზე ვარ და ეს 9-ში რაცაა გავლილი, ყველა წებოზე დგას და ეს ჩვენ საქართველოში გავიარეთ, მე 4-ზე ვარ და 1.2 მილზე პირველზე ვარ. რამოდენიმე პირველზე ვარ, რამოდენიმე მეორე მესამე. შენი მანქანა რო პირველზეა სოფლიოში ძალიან მაგარი. ყველაზე მაგარი ისაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი F80M3 საქართველოშია რა, ეხლა. ძალიან მაგარია. თან სოფლიოს მასშტაბით როცა იმათ ძალიან ბევრი შანსი აქვს, რომ იქ ყველაფერი იშოვება და ყველაფერი გაქვს. რომ ხავდა, ესეთი რომ ხავდა მე რა. CSL-ის რეკორდი მქონდა 100-200-ში ამით მოხსენ. ინდონეზიამ მქონდა გამიქცევა. მართლა? 10 ნოლერში გავიარე. CSL-ი რამდენში დადის, არ ვიცი. 11-ში მე მგონი. ხო, 11-ში დადის. 10 ნოლერში გავიარე 100-200 ამით. ასწავლებს. ამათ ჭირდება ვანუსები, გამშვები და კაი ნასტროიკა და მეტი არაფერი არ ჭირდება. გამშვებს ახლა CSL-ის კარბონის აირბო დაუნფაიფი. გამშვები კოლექტორი რა. კოლექტორი ევროპული მაგას ამბობ. თუ aftermarket-ი. ევროპულის მუშაობს რა. მე მეყენა იმის Super Split-ის რეპლიკა რა. ძალიან იაფში დავიტყვი და ეგ დავაყენე და რა ვიმუშავე. ხო, არა, თუ გინდა რომ ჯანზე იყოს, კი, თორე ანუ 80 დოლარი გადავიხადე პოლონეთში. სუახა. ძალიან მაგარი ხარ. ხო, მაგრამ მაინც გავზომე შტანგერები ჩიდა და გარე დიამეტრი, Super Split-ს უფრო პატარა. ამაზე ძალიან ბევრად უკეთესად იმ ეს კატებიანი ძალიან საშინელება არის. ყველანაირ ხოც უკავიოს. რა მაგას. ხო. ანუ თემა ისაა, რომ ატმოსფეროს ხო იცით, დენიჯანი არ აქვს რამე უნდა ქონდეს, მაგრამ ის 20-30 ხანი მქონდა ხოლმე იძლევა რომ თან ეხა ამ დროისთვის ეს მანქანა ჩქარი არ არის. ამ დროისთვის ეს მანქანა უკვე ჩქარი აღარ არის. ეს მანქანა როცა გამოვიდა, მაშინ იყო. ხო, просто როცა გამოვიდა, მაშინ იყო. ჩქარი, ეხა 333 წელი არის. მაგრამ დღესაც ამაკენ და ერთობი ბანკის მაო და თუნდაც ქალაქში რა. იმიტომ რომ ეს ახალი მოდელები ინდონეზია უკვე ჩქარდებიან და ჩქარია, ეს ჩქარი აღარ სიამოვნებს რა. ხო, სხვა მუღამი აქვს, სხვა ხო. ყველაფერია, ხმაც, შენიაც, გარული, ამ ყველაფერი გზნო ამაში. კი, ეგრეა. ერთადერთი ემია, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იქნება იმი რა. ძალიან. მეც ეგრე მევასება, მაგიდან მყავს. ყველაზე მაგარი უნდავა ის, რომ ყველასთან გამორჩეულია დანარჩენი ამის თაობის ემებიდან რა, იმიტომ რომ პრესი ჩესტი 316 ყავს მე3 ვერან ვერ გაიგებს. 36-იც მაგრად მევასება. ძალიან მაგარია. ვიზუალი უკვე აქედან წამოვიდა. კი. და ამის მერე 92-ის 4-დან 2 ატმოსფერული ძალიან დონეა, ძალიან მაგარია. ბოლო ატმოსფერული. კი, ძალიან მაგარია და აი მაგის მერე უკვე სხვა ეს რეალიზაციას ეხება რაღაცა მაგისტრის მაგარია, მაგრამ 92 M3-ს სოროქშესის გაკეთებული M3-ს ჩემი სოროქშესის ემით 280-მდე გასწრებული. აი რა სოროქშესის ემით. და ვიდეოც მაგდაში. წითელი ფერი ეს იგი შენ ძალიან მაგარ ჯანზე იყო შენ. არა, 10-ში რო დადის უკვე ძალიან მაგარ ჯანზეა, რას ლაპარაკობ. 10 ძალიან სერიოზულ ჯანზე. კაი, მურთო, მოდი ვანახოთ ეს. და დავიწყეთ. ლუკის ფირმის არის, ხალხო. გერმანული ბრენდი არის, ხო წესით? მე არ ვიცი, სადაური ბრენდი არის, ლუკის ფირმის არის, მოკლედ კი ხედავთ.
აგერ ყოლისფერი. ვოთ არაფერი აღარ დაგჭირდება რა, მოკლედ. აგერ არის ყველაფერი. ცეპლენია, რომელიც ვფიქრობთ, რომ გაცვეთილი იქნება, ამას გადაკვრაც შეიძლება, მაგრამ რადგან ორივე ერთად იყიდებოდა, გადაკრულს მაინც ჯობია რომ სულ ახალი იყოს რა. ხო და ბიჭები, როცა მოიცლიან, ახლა ავწევთ, დავიწყებთ და ბუბუმაც როცა ჩამოვხსნით, კი შევხედავთ, რომ ამის ბრალი არის თუ არა 100%-ით რა. ეს მაინც შესაძლებელი იყო. ასე რომ დანარჩენს ვიდეოში ნახავთ. რისი არის? ეს ნასოსიდან ნახავთ? კოლექტორზე ხო ბალონია, რა შეიძლება და მე მგონი იქიდან გადადის. ზემოდან არ დამოშტო ისა. ჰიდრაულიკიდანაც ბალონი. არა, შეიძლება შეიცვალა ზეთერხო და იბრებოდა ძველი კავანი. რა არის ის ზემოდან რო შევცვალეთ? აი ვოლტი არ ვარგ. ესე იგი. ხო, ეს ის ელასტიური. მილიონი რო დაჭა. ეს ელასტიური საბარგულით დამქოდა 7 თვე. 700 ლარი მიოცის ცენტრში. ესე იგი, დარჩა მოხსნა კარდანის ჩამოღება და მე უკვე არავკამდე მისვლა, მაგრამ ზემოდანაც სანახავი არის, რაღაცას გაზდის ძალიან ბევრი ზეთი რა. მაგას ნახავთ ხო ალეკო, რას გაზდის მაგდენი ზეთი. და ახლა კაროკას მოხსნით და შეცეპლენამდე მივედი. აჰა. ესე იგი. ეს არის რობოტი. ეს არის SMG-ს რა კონკრეტული ისაა, რა იმას ასრულებს. ეს twin-ია ამის რო ეს აძლევს ინფორმაციას ამას. გადართვის და რაღაცეების, ხო? პედლის რა პედალს ის აკონტროლებს. აჰა, всё. რა დონეზეა ცეპლენი ის? ეს ორიგინალია, ეს გეტრაგი რო აწერია, ორიგინალი არის. ყველა იმის კაროკა. აჰა. So, მოკლედ, ბევრი არაფერი დარჩა, ცოტა ზედა იმაზე იწვალეს ბიჭებმა, მიუდგომელ ადგილზე არის. თუ არ გინდა რომ ტროპკები გამოაწრო და რაღაცეები, უნდა იწვალო ცოტა. განახლებთ ნელ-ნელა ყველაფერს ეტაპობრივად რა. ეს მოხსნა. კაროკა ჩამოვიდა. და აგერ შეახედე რასაც ვცვლით. აგერ ცეპლენია მახავი კი ყოლისფერი აგერ გვაქვს. მოგინათებ, რომ კარგად დაინახო. რა, აგერ არის ეხა ალექსა მოხსნის და გვეტყვის ყველაფერს. უნდა გადავაგდოთ მანქანა და ჯარში ჩავაბაროთ თუ არა. კოლუმბია გაჩერდა. მართლა? გაუბედურებულია ხო იმენა? ეს რამეს ხო არ გააფუჭებდა კიდე ალექსა? ადამიანი ძროს კაი ამბავს მეუბნება თედასო. ჰა? გიოსთან შეხვედრა რო გადაიღო რა. შენ? გიო. მე ვიცი. 46-ს M3 ყავს ხო? ერთ-ერთი რავი, სოჟი, ძალიან კარგი. რომ მოხვალ ხოლმე აქ რაღაც ნაწილებზე გიო დაგეხმარებათ ყველაფერში რა. გიო, წეგან მართლა მე არ ვიცოდი ზუსტად. რომ შემოვედი ის გადავიღე რაღაცები და არ ვიცოდი რა ნაწილები გაქვთ და არ მქონს. ოკეი. მაგაზი მე მაშინ. ხო, აი. გიო, შენ გამექანიკებულია თუ მექანიკა იყო? ანუ შენ დასვენებული ხარ ამ ფაქტებისგან. რატო? ცეპლენი სპონჩი? რომ მე ნაკლებად ან ვიდეოში ხო ამას რობოტი მართავს რა. ხო. შენი მანქანა იდეაში არის მექანიკა, რომ დამატებული არის ეს SMG pump-ი და რაღაცეები, რომ ელექტრონულად გააკეთოს ის მექანიკურად აკეთებს. აქედან გამომდინარე, ანუ ცვეთის დონე შეიძლება როგორ გამოიყენებ მანქანას იმაზე დამოკიდებული. არა, მისმა რა ამ შემთხვევაში მექანიკური იქნება თუ ნუ შენ თუ აწვალებ, ბევრად მალე. ისეც და ანუ ხო ასე, უბრალოდ შენ შემთხვევაში უბრალოდ რობოტი გეხმარება და ბევრად სწრაფად გადართავ თუ მაინც ძალიან პროფესიონალ დონეზე არ ვიცი როგორ გადავრთა, იმიტომ რომ მაინც SMG2 არის და დისიტისავით ესეთი სწრაფი არ არის. ხო, დისიტისნაირს. არსებობდა SMG1, რომელიც ანუ რო აჩვენოთ რა. ეხლა გაჩვენებ სხვაობას. რაღაც ის უფრო დიდი. თუ არა.
აგერ ზომებს შეხედეთ ეს დამჯდარი არა უფრო თითქმის ზაგლობებამდე ამის დამჯდარი აღარა უკვე გაუბედურებულია ამას დაჟე ეხა მე რა მაინტერესებს ბევრი ამბობს ხოლმე რომ გადაკვრა შეიძლება ეს უკვე ისეა გაუბედურებული რომ გადაკვრა შეიძლება მაინც კი ეს რკინა რჩება და ახალი ნაკლად გაიგო აჰა ეს მაინც მქონდეს კი აუცილებლად და ესეც შეინახე ეს ვარგა მითხარი ალექს მუცელი აქ რა ჩავარდნილი არის მაგრამ რო აშლიფ უკვე იმუშავებს აი ტრინოლებისთვის იქნება იგი ანუ იყიდება ტრეინოლი ვისაც ყავთ შეინახო ეს და ეს კი ამას შევინახე იმიტომ რომ დიდი გული ხო რამე მოიცადე ამის ფირმას ახლა ვერ გავიგებთ რა უყენია შეცვლი აქვს თუ არა ვაფშე მაგ ტეიპს ვისაც ყავდა ლუკი არის ეგეც ესე იგი всё ასაგებია ეგაა ხალხო რა კი მაგას შემოყვანას ცოტა ისეც გავაკეთებ ინდურ ფილმებში როა ეს რამდენად გაიყიდება ალექს ხო სლიპო რა რამდენად გაიყიდება ალექს 1.500 ლარი რასტო მე იმას ორივეს ვამბობ მაშინ აზრი არა აქვს ამის გაყიდვას მედება რა ეს რო დამჭირდეს მაინც იყოს ხო მარა ეს იგივე მიყენია ეხლაც და ეხლა ხო ახალს ვაყენებ და რო რამე მაშინ ამას გავაშლება უკვე ხო ხვდები 400 ლარში შეგვიძლია პატარა აუქციონი მოვაწყოთ და შეიძლება წავიდოთ ზეგამდე 300-ში იგდებს დედას ვიძო მე რომ ვიყო არ ვიყიდი აი სანამ ბექა რაღაცა საუბრობს ჩემი არხი გამოიწერეთ აგერ შეგვიძლია რომ შევახედოთ პროცესს აი მურთო აქედან რომ აი სმენს დებილია ბიჭო ცანცარა ამას რას უყურებ რა თქვი ალექს ნახავიგზე მახავი კარგი ეს გადარჩენილი და ბეწუზე ხო ნახავი კი იმას ხო არ მოყვება ფასი არ ვიცი თიგეტას აქვს მგონი მაგრამ და ძალიან ძვირი ეღერა ნახავი კი წეს ну გადავჩენილ ვარ ესე იგი კიდე რომ ესაც არ გააუბედურა რა ისე ეს არ შლიფოუკდება და არაფერი ხო კი მაინც კეთდება მაგრამ არ უნდა ხო ამას ჩემსას არა ზოლებზე ხო აი ეს რომ აკაფოს всё ძალიან კაი ყველაფერი საკაიფოდ არის ნახავი კი არ არის გაფუჭებული რა ხალხო მურთო რო იღებს კადრებსაც მიხვდებით და კადრებსაც მიხვდებით და კარაჭ ყველაფერს ჩვენი სპონსორი არის Shell House შელის ზეთები ყველაფერი აბსოლუტურად სულ პროდუქციაზე ჩემი სახელით ვინც მიხვალთ ბექასგან აკებასგან ტყვით ადგილზე ვინც მიხვალთ ამერიკის საელჩოს გვერდით არის აღწერაში მისამართიც იქნება დამატებული აქაც ამონათდება მისამართი და 10% დააკლდება ყველაფერზე აბსოლუტურად მანქანის თანხის ნახევარი დასპონსორებულია Skin Club-ის მიერ. წინა ვიდეოში ნახავდით როგორ გავიტანე $10,000 სკინებით Skin Club-იდან. სწორედ ამ სკინების საშუალებით შევიძინე ეს მანქანა. მადლობა Skin Club-ს. ცოტა ადრესიანია. თქო. ვაიმე ხوار გადაო ბიჭო. 1 2 სამბერი 26%. ხო გადა შინკინაცვალი. ვაიმე რა გიჟიბა. ეს რა ხდება? აქ რა წერია თქვენ ხედავთ? ამას ალექს რამე უნდა ეხა? ანუ ზოგადად რაღაცა როგორც აპკატკა არის სხვა ნაწილებზე რა. და რამდენი ხანი? და რამე მოფრთხილება ისე უნდა რაღაც არ გაზაობა ისედაც არ შეიძლება აპკატკაზეა მანქანა. ხოთში არა უშვებს ადგილიდან არ უნდა. ხო, არ უნდა დაძრა, ხო? ხო. საცობებში სიარული რამე სხვა როზავს.
პირიქით კარია რა. ეს ტრასაზე ბოლოს მოჭიდებულია და რა. ხო, აზრი არ აქვს ტრასაზე არანაირი. მე მყავს ყოველდღიურ მანქანად და რას ვიწავთ? მურო. აუ კაია რომ ახავი კი არ იყო გაფუჭებული რა, მაინც. ეხლა ალექსა აწყობს ამ ყველაფერს და აუ მართლა ალექსის რაღაც რომ უნდა გვენახა? კაროვკას რომ მოუხსნითო? რაღაც სალნიქს რო გაზდეს? უნდა იყოს სულ ზეთიანი და მშრალი. ხო, აი დამოვიწყე. დღეს თუ არ გარეცხეს არა აქვს ის. კაია. არა, დღეს გავრეცხეთ მანქანა თვითონ, მაგრამ ეხა აქ შეჩემ. ვა გიომ რა სალნიქზე თქვა ბუბუ დაურეკე რა. იმიტომ რაღაც სალნიქზე თქვა რომ შესაძლებელია მაქედან გაზდისო ზეთიო. ეგეც მითხარი რომ ბიჭო აი ცეპლენის ბაჩოკი რასაც აწვევა რა. ხო. არის შანსი რომ ამას რო პლასმასი აღაგებ თავში. შე შემთხვევაში ეს პლასმასი ტყელდება რა. ეს პლასმასი ტყელდება და პლასმასია საუბარი. ეს რო დაბტყელდება, მე ცეპლენის ბაჩოკი სიმაღლეს ვეღარ ხვდება, ნუ ხდი, ანუ რა დონეზე დააწვეს, რომ გათიშოს ცეპლენია. მაგრამ ეხა ეს იდეალურია ხა რასაც ვხდით რა. აი პრობლემა არ აქვს და მაგიტომ მინდა ვნახო ის თვითონ რასაც აწვება, ხა? ეკაი, ხო, აი ეს მანახია რა. და ამას აწვება რა, ესეც არ უნდა იყოს დამუშავებული რა. ეს დაჟე გადირკულიც მინახე ეგ რო აწვება, ზოგჯერ ვაფშე იდირკება რა და გარეთ ვარ და საპრიალებულია ეგ პორტუგალიური ამბავი. გამოატრიალებს. ანუ არა პრობლემა ხო. რაც ვივარაუდეთ ეგა ნაკლასის სიმაღლე არ მოწონდა და მაგით ვერ გადიოდა სწავლა. ბოლომდე იყო პლიტა გაშლილი. ჰა? ბოლომდე იყო გაშლილი. პლიტა. მეც აღარ გაიშლება. მოკლედ, ეგა არა. აი ამ ნაკლასა შეხედე თავისი ზოლებიც კი აღარ აქვს უკვე აქ ახალი ხო ნახე როგორიც აქვს. აი მაღალი ზოლები აქვს და ანუ იდეაში ეს უკვე კაი ხნის შესაძლებელია რა. ხო. ანუ დიდი ხალიან ასიარულები გაფუჭებული. გამართებული არა ამისთვის და ნაბუქსავები აქვს ნახე ეთყობა კიდევაც რა. ხო. აი ესენი ყველა ნაბუქსავებია და ეს თვითონ საკლოკებზე უკვე დასულია რა და უკვე კაი ხნის შესაძლებელი ეს და მაგიტომაც ვერ გადიოდა სწავლებას და პლიდაზეც ეთყობა გადანახურები ნაბუქსავები. ხო. გადანახურებიც იქნება, იმიტომ რომ დამჯდარია მთლიანად, ხო? ცოტაც და დაიწყებდა პლიტის გაფუჭებას კინები რა. და მახავიქსაც მერე გააფუჭებდა. კი, ყველაფერს გაფუჭებდა ვაფშე. ჩემი იყო ზუსტად ეგრე და თოქშტაურს ვერ გადიოდა და სიჩქარეშიც ვეღარ აკეთებდა რა. ვეღარ ხვდებოდა. ხო, ესეც ხო გეუბნები 1-20 წუთი რო დავდიოდი ქალაქში, უკვე რო დაძვრის დროს ბუქსაობდა რა. რო ცხელდებოდა. ხო, რო ცხელდებოდა მერე ბუქსაობდა უკვე რა. ეგა რა დიდი ალბათობით 99% ახალ პლიტა მომაზე. იმედია. ბაჩოკის თავიც კაია, ვიჯიმნო ის რასაც აწვება ბაჩოკი თვითონ ისიც კაია. ახალი პლიტა, ახალი ფერადოა, ახალი ვიჯიმნოია რა. ჩვეულებრივად უნდა გაიაროს სწავლება რა. თუ სხვა რამე პრობლემა არ დაწერა მე რა. იმედია სხვა პრობლემას არ დაწერს. აღარ უნდა, რეალურად პრობლემა ეგაა. ძალიან დაბალი. საერთოდ ამას წერს იმ შემთხვევაში თუ ნაკლატკის სიმაღლეც არ მოწონს. ამას წერს იმ შემთხვევაში თუ ამ ბაჩოკის თავის გაფუჭებულია და რა ბევრი მიზეზის გამო შეუძლია დაწეროს. იმიტომ რომ ელექტრონული მხარე მარტო ესაა. ამას ხედავს მე ხი გადაშესტოვაში თორე. მექანიკურს ეგრე არ აღიქვამს. რა მექანიკური შემთხვევა ხდება, როცა მოძრაობს და ცეპლენი უხსოვს. უკვე შესაძლებელი იყო. აწყობის პროცესი იქნება, ეხლა ავაწყობთ და მე გიოს დაურეკავთ, რომ მოიცლის საღამოს ჩამოვა. გავატარებთ ადაპტაციას თუ გაიulis და ნუ ეგ არის რა. მაგრამ აქამდე შევამოწმებთ რას გაზდისებით. და თუ მიუდგებით, ეგ რთული მისადგომი არის, ისე ის ბაჩოკი ჰიდრავლიკის რო შევცვალოთ. ჰა?
მოკლედ მაგასაც გავაკეთებთ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაზდის რა და არ მინდა თან წითელიას ხია, უნდა ისხას მწვანე, როგორც მითხრა ალექსამ რა და მინდა რომ ქარხნულად ისე იყოს საკაიფოდ ყველაფერი რა. ასე რომ გაჩვენებთ ყველაფერს, დეტალებს. მოკლედ მიაყენეს ბიჭებმა კაროვკამ. ხო და წეგან ვიდეოში არ გვითხოვს ხო? თუ თქვით ამაზე. ხო, არ გვითხოვს. არის ვარიანტი რომ ამ დაჩიკის ბრალი იყოს რა, შეიძლებაო გიოს რო დაურეკეთ ახლა, შეიძლება ამ დაჩიკის გამო ვერ გადიოდაო ადაპტაციას რა. ნახოთ რა იქნება. იმედია რომ ეგ დაჩიკი არაა, იმიტომ რომ ანუ შევით მაგ დაჩიკს ან არა და თან ანუ ჯობს რომ ბარემ გაკეთდეს რა. და ყველაფერი არ გაუფუჭდეს მაინც უკეთესი იქნება. დააყენებენ ბიჭები და გავიგებთ მაგ დაჩიკის ბრალი არის თუ არა იმის შემდეგ რაც აიწყობა დაბლიდან არ დაუყენებთ ამ გამშვებს და რაღაცებს არ ვაყენებთ არაფერს და პროსტა გიო რო ჩამოვა შეაერთებს ყველაფერს რა და ნახავს დაიტოვა თუ არა პრობლემა და ადაპტაციას გაივლის თუ არა. ალექს, რას ვაკეთებთ? მიხარი? ის დაგჭომ ისაყენებელი. ამის მერე აღარ ვაწყობთ, ხო არაფერს არ უყენებთ, რომ მერე კაროვკას დავამაგრებ თავის პოზიციაში და ხო, რო აღარ ისქნას, ხო, მერე რო რამე ანუ მაინც ადაპტაცია, ხო, ადაპტაცია რო ვერ გაიაროს, ღმერთმა არ ქნას, დასაშლელი რო არ გახდეს რა. ასე რომ აიწყობა ეხლა და მერე უკვე ადაპტაციაზე გიო ჩამოვა. მაგას ვაყენებთ? რო დაიჭიროს, ხო, პროსტა. დანარჩენი არ იწყობა, დაყენდება ის კარდანი დაყენდება და უბრალოდ გზაში კი დაუყენდება. დამჭერი რომ სწორად იდგეს კაროვკა რა. დანარჩენი არ აიწყება. დანარჩენი ზემოდან გვაქვს საქმეები რომ იცოდეთ და ზემოდან განახებთ ყველაფერს, იმიტომ რომ გიდრავლიკის თვითონ იმას გაზდის, ბაჩოქს და ზევიდან რაღაცას გაზდის ზეთი და მაგეებსაც შევამოწმოთ ყველაფერს და რაც შეეხება ჩეკს, ჩეკი რო ანთია ამ იმის რა ქვია? რა ქვია მურთო რას საწერს? ჩეკში რას წერს? დაჩი. ჩეკში რას მიწერს? ვენტილაციის, ბაკის ვენტილაციას რომ მიწერს ჩეკში, წინაც უყენია თურმე ვენტილაციის რაღაც, ოღონდ ელექტრო და მაგასაც შევცვლით რა, შეიძლება მაგის ბრალი არის. მოკლედ. ამის რეზინა გერომა რა, უკვე სამკუთხედი ფორმა აქვს. და? ამას შეცვლი და ახალი სად იქნება ეგ? ელიავას სარნიკების მაღაზია. ხო. ექნება თვალყურით. იასნია. კაი, ეხლა ჩვენ რა გვინდა ეგ უთხარი ალექს ვარემ ჩვენ ანუ დაბლარ ემაშობით ვცვლით. ზეთი უნდა შევცვალოთ ATF-ი და შლანგებზე უნდა გადაუჭიროთ ხამუტები. ანუ რო გაზდის. ხამუტები უნდა მოხსნან და რო გაზდის იმას ბაჩოქს არ გაზდის თურმე გაზდის შლანგებიდან არ არის გადაჭერილი ხამუთები კარგად რა, ანუ მოიშვა ხამუთებმა, ეტყობა ძალიან დიდი ხნის ის რო არის, დაყენებული რო არის რა. მოკლედ, უნდა გაკეთდეს ახლა შეიცვალოს ასხია წითელი, უნდა ესხას ზავადსკოი მწვანე რა, მწვანე არის კარგი, უკეთეს. ხო და უნდა შეიცვალოს მოკლედ ATF-ი უნდა ჩავასხათ მწვანე, ოღონდ ასხია წითელი და ბაჩოკი არ ყოფილა შესული, ხამუთები უნდა დავაყენოთ რა. რაც შეეხება იმას, რასაც გვიწერს ბაკის ვენტილაციას, ბაკის ვენტილაცია უკანაც აქვს, ის მექანიკური ყოფილა, რაც შევცვალე მაშინ, რომ დატოვა ჩეკი და წინა უნდა შევცვალოთ. სულ ესაა. რო შევცვლით, მაგასაც განახებთ. ეს ხოლმე რას ზეთს უშვებთ, ხო? ჰიდრავლიკის ზეთს უშვებთ. ხალხო რომ წითელია სხია, თან რაც ვიყიდე ეს მანქანა არ შემიცვლია. ხო და მინდა რომ ბარემ რაც ქარხნულად უნდა იყოს ის ჩავასხათ. დაბლიდან გადახსნა ეხა ალექსამ ესენი შლანგები, ხო? შლანგები არის გადახსნილი. შლანგები და ნუგო გადავიდა მოსატანად ხამუთების და ბაჩოყის რა. და მაგას მერე ზემოდან იწვევთ დაბლიდან აგეს. შლანგები გამგომარეობაში არ გიდია. არა, სულ მდგომარეობაში, ხო? ეს როგორც გააქანებთ ხდება ხო? ანუ? არა, ანუ ხამუთის ბრალი უფრო იქნება? ხო, ხამუთის და თავსახურის.
ეგ ხანუთები ერთი მოხსნა, ისე თუ ზოგადად მრავალჯერადია ეგ. რკინის. ესერჯერად. დაუჭირდეს მე ეს ხო ჩდება რა. ხო. და მე ვეღარ პესობს ეს დონეზეა მოჭერილი და ხო, ხო, ясно. გაწუხებ რა. რას ვაკეთებთ მიხარი ერთი. ლაბანს. რასაც გვიწერდა, ხო? ზეთი არ ჩაგვისხია ჯერ. ბაჩოკის სალნიკი შეცვალა კრიშკის, შეცვალა დაბლა ხამუთები და ეხლა ვაკეთებთ ამას. ეხლა უნდა გააკეთოს, კაროჩე, რაც, რავი, წერდა სულ და ჩეკს რის გამოც ანთებდა, იყო ან წინა, ან უკანა, ეს ორი ის არის რა, ფილტრის ის და რომელიღაცას წერდა. უკანა არის მექანიკური თურმე და ძალიან იშვიათად ფუჭდება თან ეხა რავი არ ამგონია რომ გაფუჭებული გამოეგზავნათ eBay-ზე არ ყიდიან იმიტომ რომ მაინც review sponge-ი ძალიან ეს არის ცდილობენ რომ review ცუდი არ დაუწერო ბევრი რო აქვს გაყიდული და ცუდი არ იქნებოდა და შესაბამისად ალბათ ის იქნება რა და ვნახოთ რაც შეეხება ცეპლენიას შევცვალეთ გიოს დაურეკეთ და გიომ სიჩქარეებში პროგრამულად არ რთავდაო და იქ ცეპლენის ბრალი არ იქნებოდაო არ არსებობსო და ის უკანა დაჭიკი რაც განახეთ მაგაზე ვრეკავთ ახლა და ბუბუს არ ქონია კიდე რამოდენიმეს დაურეკეთ არა აქვს და ის უკანა დაჭიკი გჭირდება და დაჭიკს ვეძებთ რა ნახოთ დაჭიკს თუ ვიპოვით ბარემ დაშლილია და შევცვლით და დავაპროგრამებთ თუ დაჭიკს ვერ ვიშოვით მოგვიწევს რომ ესე ავაწყობთ, მაგრამ ესე აწყობა არ ვიცი რამდენად დღეს და ჩიკის garaშე თუ არ დაპროგრამდა რა ამ წვალებას რა აზრი ქონდა რა. იგი აგერ ჩვენი წვანე ატე. სანამ ამას ვცვლით, ველოდებით ასუქს SMG-ზე რა. SMG-ს დაჭიქს ვეძებ და ველოდები ეხა პასუხს. იმედი მაქვს, რომ ამბიც ექნება ვისაც მიუწერე რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ეხა ალექსა დააჰაერებს ესე და უკოქავად საბურავის მოძრაობით ჩაიტანს ეხა ზეც გიდრავლიკა და ნელ-ნელა დავამატებთ. პასუხს კიდე გეტყვით რას მეტყვია რა. დიდი იმედი მაქვს რომ კარგი პასუხი იქნება და ექნებათ დაჭიკი, თორე არ ვიცი რა უნდა ვქნათ მე. ესე იგი ხალხო, ის დაჭიკი ვნახეთ, მაგრამ ვინც ყიდის სპორად და $400 გითხრა. ანუ ამ რობოტთან ერთად ყიდის, მოკლედ ცალკე დაჭიკს არ მაძლევს, ნუ ვერ მოგცემო, მითხრა ვერ მოგიხსნიო. ხო და დავრჩით ამ დაჭიკის garaშე რა. გიო მოვა, როცა იქნება და რავი ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება, იმიტომ რომ წესით ჩვენთან არავის არ აქვს რა. თუ აქვთ კიდე და ესე არ ხსნიან და ისე არ ყიდიან, შესაბამისად ვერც ვიპოვით. აქ ჩვენთან მოძებნას აზრი არ აქვს. აგერა ეს დაჭიკია მოკლედ რა. რობოტზე რაც არის დაერთებული. სიტუაცია არის ესეთი. ხვალ ვიშოვეთ ნაწილი, ფერს $100. პროსტა იქნება ხვალ. მაქამე სულ ბაბა ჩამოვა გიოს ველოდებით. გიო მოვა. ადაპტაციას გავატარებთ ცდით, თუ არ გაიარა, განახებთ თუ არ გაიარა. მაშინ ხვალ ვიყიდით ნაწილს და დავაყენებთ რა. თუ გაიარა ხო კაი და ბედნიერება. ესეთი სიტუაცია რომელი საათია? 11, 10. ასეთი ყურდროს სიტუაციაა 11 საათზე. ფეჩი რამე რუმე სიტყვა ვაპარაკობთ რაღაცებს რა. ბევრი რამე არ გადამეღია რამდენი საათი აქვთ. ვაპარაკობთ თან რაღაცებს და ნელ-ნელა გავაკეთებთ რა. ყველაფერი ისე იქნება როგორც ინდურ ფილმებში. თავი დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ. Shell House-ში მიდით და ჩემი სახელით 10% დააკლდება ყველანაირ პროდუქციაზე. აქ ამონათდება Shell House-ი და
მისამართის დაეწერება. ეს სტუმრად უეჭველი გადაყვებიან თან და თან ყველანაირად, რა ვიცი, მე თვითონ მაგზე ვხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. შელს პიარი არ ჭირდება. მაგნებო ჩამოვიდა. ხო და ვერ მოვიშორე იმე, რა ყველგან ეს არის. დედას ვიცავ, სადაც გაიარა? სადაც გაიარა ყველგან მე დავხვდი. ეხა და მივიდა ყველგან ეს არის. რაც ჭირდა? აუ, ეხა უკვე იტყუები. რატო იტყუები? აბა რა შვები, სად ვნახე? აი, შენთან ხარ? ჩემთან ხო არა ხარ? ესე იგი, უთხრათ პრობლემა. ეხა აღარ ანთებს ენს რა, ენში არის ჩაგდებული, ნეიტრალში არის, მაგრამ არ ანთებს. ხო და გიო ჩამოვიდა. იმის გამო რომ მაინც უცადოდა ადაპტაცია, მაგრამ ადაპტაციამდე სიჩქარეში არ ვარდება ჯერჯერობით, რა ვიცი. ხო და ნახოთ რა, რას დაწერს კომპიუტერზე განახოთ. სწავლების პროცესი ნახოთ. როგორ ჩაივლის? გიო სწავლობს, ოპ. აღარ მიდის სწავლების პროცესი. ზეთ ხო არ აკლიაო? ზეთ ხო არ აკლიაო? დაგვიდე რა. არა ხა? Yeah, recognition. იცი რომელია? აი ზუგარ ალეო გარვატენი. არ არსებობს, ხო სადმე რა იყოს ეგ. დაგვერხ. ჩემი მანქანიდან მოხსნილი რაც მოხსენის გავყიდე და ის შეგანაწილეს გაგატანე იმ მანქანა დათმული იყო და ეგ ადგილი უკან ავარიისგან უკან წავიდა გუზაოზე მიახდა. Ясно. ჩვენი საშუალი რა არის? იმის სოლენოიდს აღწერს, სეპლენის სენსუ ბაჩოკის. Not okay. სეპლენის ბაჩოკის სოლენოიდი რა არის? ჯერ მითხარით. რა ხდება, ბრატ? მანდი იმდენი რაღაც წერია, ყველაფერს თუ წერს გავყიდი. ყველაფერს წერს მან რაც წერია? რა უნდა? წერია სავარაუდო მიზეზზე. გასაგებ ესე იგი არ წერს მაგათ. შეიძლება ამის ბრალი იყოს, ამის ბრალი იყოს, სადაც შეამოწმებო რა. აჰა. კაროჩი. მაიტა. მიზეზები გვაქვს. ჩავტენი. მაგრამ მანქანა ვერ სწავლობს. ესეც მე-8 კლასიდან გამოაგდეს მე მგონი. ბიჭო, ისინი სიტუაცია ესეთი, კაროჩი გადავწყვიტეთ რომ ამექანიკებთ. და შენ როდისთვის გაგიმზადოთ ორივე კარობკა, რომ ის აქვნა რა, ხო ხტები. სტადიონზე ვარ დარჩეს მანქანა და შესაძლოა ტოკარი გვინდა რა, რომ ისე ეს მომოაჭრევინო, თქვენ ის მერე დაეჭიროს. ანუ ჯერ კარობკა უნდა დავშალოთ, ხო? კი, კარობკა დავშალოთ კი. კარობკა როდის დავშალო და ტოკარი როდისთვის შევიპირიო, ეგეც მითხარი და მაგის მიხედვით უკვე გადავწყვიტავ მე როდის მოხსნა კარობკა ამაზე რა. რა, პრობლემა არ აქვს, რა, როგორც გადაწყვეტო ისე მოვუკეთე. შენთან ამოვიტანო კარობკა მაგ დაშლა გირჩევნია თუ ჩვენთან? შენთან. კარგი, მაშინ მე დღეს ვიტოვებ მანქანას, ხვალე დილას ვიწყებ ამ მანქანის ბოლომდე დაშლას და როგორც კი დავშლი დაგირეკავ და თუ არ შეგაწუხებ ჩემ მანქანას შლია. მოვში და მეგობრულში. შემოგევლებული. ეხლა თქვი რომ ამით ეს ვიდეო დასრულებულია, მეტი რა უნდა შენ. რავი, ამით დღეს ეს ვიდეო დასრულებულია. ხვალე გავაგზავნეთ, რა ვიცი. შეიძლება რავი დეცეტის მოვიფიქროთ. ეხლა დღეს დაიდო ის ვიდეო, რასაც თქვენ უყურებთ რა, ეს წინა ვიდეო, რაშიც ვერ გაკეთდა მანქანა, დაიდო დღევანდელ დღეს. ანუ რასაც უყურებთ და ყველა წერდით რომ გაამექანიკეო და ცეპლენია შევცვალეთ. ნუ კი ნახეთ რომ არ ვერ გაიარა ის სწავლება. ისე ვისე დარჩა, ნუ რაღაცა დაჩიკის ბრალია,
ის დაჩიკიც რო შევცვალოთ, შეიძლება კიდე რაღაც იყოს და ნუ მოკლედ ნუ ხვალდა ზეგ რა რომც არ იყოს ხო ხტები. ანუ დღეს რო გაიაროს სწავლება, გაიმართოს, მაგარი იყოს ერთ კვირაში და ერთ თვეში შეიძლება იგივე პრობლემაში გავიჩნდეთ და თემა ისაა, რომ მაგ პრობლემაში კიდე რო არ გავიჩნდოთ, ჯობია დღესვე გადავწყვიტოთ ეგ თემა და გავუვითაროთ. როგორც ძველი ორი სოროშეთის მეპატრონი გეუბნები რომ გამექანიკება. ანალოგიურ სიტყვის რავი 100-დან 99 კაცი. კაროჩ, ხვალ რა გჭირდება ეგ თქვათ? მაგებს ყველაფერს ჩამოვწერ, ეს ზეპირად ზუსტად არ მახსოვს, წვრილმანებია თუ გჭირდება მოკლედ ანუ თავარი ისაა რომ არ გადავაკეთოთ ყულისა გჭირდება ყულის. ყველაფერი თავისი რჩება, ცეპლენია თავისი რჩება, კარობკა თავისი, ელასტიური თავისი, კარდანი თავისი, უბრალოდ ემატება, რაც მექანიკას ახლა ვერ ვხედავთ პედალი და ყულისა და ეგეთი რაღაცები რა. წვრილმანები რა. დალში ყველაფერი როგორც ქარხნულად გამოდის ევროპულია თუ ამერიკული მექანიკა, ისე იქნება ვაფშე პროგრამულადაც და ყველანაირად. არანაირი შეზღუდვა არ ექნება რა. ერთადერთი ვინ კოდი დარჩება SMG-ს. ვინ კოდზე ნახავთ რომ SMG-მა და SMG. ხო და თუ რამე მე მაგაც ფული გადავიხადოთ წავშალოთ ისე. წავედით რა, ეგა. შემდეგ ვიდეოში უკვე ნახავთ როგორ მექანიკდება ეს მაგ.